მოგესალმებით მეგობრებო, დღეს მეორე კიდევ მორიგი შაბათის მარშია, რომელიც ეძღვნება სინდისის პატიმარ ქალებს. მოგეხსენებათ ქართული ოცნების რეჟიმი ქალების მიმართ ვნების განსაკუთრებულ აპოგეაში არის და ეს პირდაპირ მნიშვნელობით უკავშირდება კაცობის პრობლემას საქართველოში. სხვასაც უნდა მიაწერო ის ამბავი, რომ ეს ერთადერთი ალბათ განუმეორებელი რეჟიმი არის საქართველოში მანამდე არსებულ ხელისუფლებებს შორის, რომელიც განსაკუთრებულად ერჩის ქალებს. და არც ერიდება მაგალითად ციხეში ჩასვას 4 შვილის დედა ელენე ხოშტარია, მათ შორის 2 მცირეწლოვანი ბავშვის დედა, საარჩევნო ბანერზე ფლომასტერით წარწერისთვის. აი, თქვენ დამისახელეთ, რა ვიცი, სოფლიოში ნებისმიერი ქვეყანა საათამდე ხდება. თუნდაც არადემოკრატიული ქვეყნები იყოს. წარმოუდგენელია, ხო? ზიამაღლობელი უძის ციხეში იმისათვის, რომ თავისი დედის მაგინებელი, სახესის შემფურთხებელი ჯალათით გებუაძე თავისი ღირსების დაცვის მიზნით სილა ააწნა, ხო მას? აი ამისთვის ჩასვეთ ციხეში. და ჩვენ რამდენიმე, რა ვიცი, ერთი კვირის წინ იყო, ხო, პარლამენტში ნახეთ, არა უბრალოდ სილის აწნა, არამედ დეპუტატების გვემა, როცა 80 კაცი შედგა რამდენიმე დეპუტატს, ხო? აი ეს არის არაკაცობის პრობლემაზე რომ ლაპარაკობ, ეს ყურითმოქრეული თემა კი არ არის. ეს არის დიაგნოზი. ქართული ოცნება არის განსაკუთრებული არაკაცობის მქონე ბანდა. დამისახელეთ, რა ვიცი, აი მათ შორის ერთი კაცი, აი რასაც ქვია კაცი, ქართველი, თბილისელი, ქრისტიანი, რა ვიცი, მართლმადიდებელი, ღირსების მქონე ვერ დაასახელებთ, იმიტომ თავიდან მოყოლებული, აი ეს ბანდის მეთაური რომ ხარ, ხო? ყველა არის არაკაცი. პირდაპირ მნიშვნელობით. მონები, რომლებიც ერთი ბორია ივანაშვილის გადაწყვეტილებების უპირობო ასრულებელი არიან, ხო? სად არის აქ ღირსება? სად არის აქ კაცობა? აი, როგორ წარმოგიდგენიათ კაცი, რომელიც მონად მუშაობს ვიღაცასთან? ეს ხო ელემენტარული არის, რა ვიცი. მე მაგალითად შეიძლება ახალგაზრდებს ეს არ ახსოვთ და არც ემახსოვრებათ საიდან 80-იან 70-იან წლებში ჩემ ახალგაზრდობაში კაცი, რომელიც ქალთან ერთად იყო, აი ქუჩაში, მასთან არათუ სიგარეტის სათხოვნელად, ასანთის სათხოვნელადაც მისვლა არ შეიძლებოდა. ეს ელემენტარული დაუწერელი კანონი იყო, რომ შენ არ უნდა შეაწუხო ადამიანი, კაცი, რომელიც არის ქალთან ერთად. იმ ქალის მიმართ პატივისცემის ნიშნად, რა თქმა უნდა და რომ არ შეაწუხო კაცი, რომელიც ქალთან ერთად არის. მორჩა სირცხვირად ითვლებოდა მისვლა კაცთან, რომელიც ქალთან ერთად იყო. ან სიგარეტის ხონა, ან ასანთის ხონა. აი ეს არის. მე ხლა იდეალიზირებას არ ვახდენებ რაღაც ქუჩური წესების, მაგრამ მე ვიცახი ქალაქში რაც იყო ჩვენთან მიღებული, ხო? ეს არავითარი შავობა და ის არ არის, რა ქვია, ქურდული ცხოვრება. ელემენტარული ღირსება არის, რომელიც ის კოდექსი, რომელიცაც იზრდებოდა ახალგაზრდა თაობა. ამათვანას ეს ყველაფერი იციან საერთოდ. კობახიძე როგორ წარმოგიდგენთ ამ პაპუაშვილი, სადმე ქუჩაში გაულია და გაუგია ასეთი რაღაცეები? რა ვიცი. დაცვის გარეშე ტუალეტში ვერ დადიან ეგენ და რა, რომელ კაცობაზე და რომელ ღირსებაზე არის ლაპარაკი. ქვეყანას ყიდიან პირდაპირ მნიშვნელობით. თან ღამით კოშმარები ესიზმრებათ, რომ არიციან მეორე დღეს ბორია რახასიათზე გაიგვიძე დილით და დაიჭერს თუ არა მათ, როგორც დაიჭირა, რა ვიცი, გარიბაშვილი, რომელიც ბერას ძიძად მუშაობდა კაცო. ზონტიკი დაძდევდა ბერას, ეგ იყო ღარიბაშვილის თანამდებობა. და რომელიც მე ამის შემდეგ პრემიერი გახადა ივანიშვილმა.
ასევე დაიჭირა ივანიშვილმა ლილუაშვილი, რომელსაც მთელი ქვეყნის უშიშროება ანდო, რა ვიცი, და საკუთარი უშიშროება მთელი 5-6 წლის განმავლობაში. აი ეს კაცუნები, რომლებსაც ვითომ თანამდებობები უკავიათ, ღამით შიში და ოფცი იღვიძებენ და არიციან დაიჭერს თუ არა მათ ივანიშვილი. აი ეს არის მათი კაცობა. რა ვიცი, ეს ხო ელემენტარული რაღაცა ველაპარაკობ. რაღაც განსაკუთრებული პოლიტოლოგიური ანალიზი ხო არ ჭირდება ამას. ქალაქში ხო ვართ ყველა, რა ვიცი, ამ დავდივართ აკეთები თუ აწეულებია. ასეთი რამე, ასეთი არაკაცობები გინახიათ თქვენ? რამე ეთყობა ამ ხელისუფლებას, რომ ორ ფეხზე დგას და ღირსების სახსავსე არის? აი ყაველაშვილი რო იყო წასული თეირანში და აიათოლას კუბოს თავს ურტყამდა. ცოლი ბაგრატიონი ხო ყავს? აი ქართველი ბაგრატიონი მეფეები ხო საფლავში ბრუნავდნენ, როცა უყურებდნენ ყობახიძისა ყაველაშვილი მათი სიძე. როგორი დგა აიათოლას კუბოს წინ და უდიდესი მწუხარების მქონე ხაბიტუსით ტრაგიკული სახე ჰქონდა. ეს ხო სიცხვილი იყო, საქართველოს სიცხვილი ხო იყო. აი ამისთვის იბრძოლეს და სისხლი ყვარის ბაგრატიონებმა, რა ვიცი, ამის 1000 წელი რომ მათი სიძე ყაველაშვილი საქართველოს პრეზიდენტი დაწოდებული ჩასულიყო იმაში თეირანში და საქართველოსთვის და მათი გვარისთვის და მათი საქმეებისთვის თავი მოეჭრა. აი ეს არის ელემენტარული რაღაც. აი ეს არის მაგათი კაცობა. რა გასაკვირია რომ ქალებს დადევენ ამ წარებულები. ქალებს ცემენ, იატაკზე ათრევენ. ხო ჩვენ ხო გვაქვს ტრიბუნალში წასული არის ეს ჩვენებები. გაუპატეურებით რო ემუქრებოდნენ დაკავებულ დემონსტრანტ ქალებს. დუბინკით გაუპატეურებით დედას როგორ აგინებდნენ. აგერ კიდე მოყევი ზიამაღლობელი დაიჭირა იმ დგებუაძემ. ჩაიფსასო ტუალეტში არ უშვებდა. სახეში აფუთხებდა. დედას აგინებდა. და მე რამ გამწარებულზე ქალმა ხელი აარტყა. და ამის გამო ზის ციხეში. მოკლედ ბევრი ვერ გავაგრძელოთ. მრავალი პრობლემა რომელიც დგას საქართველოს, მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეული ისაა, რომ კაცები არ არიან ხელისუფლებაში. კაცების დეფიციტია. უпростоოდ არ არსებობაა ხელისუფლებაში. იმიტომ რომ არც ერთი კაცი არ არის ხელისუფლებაში, იმიტომ რომ არც ერთ მათგანს არ შეიძლება ეწოდოს კაცი. აი ეს კაცი, რომელთანაც სუფრაზე დაждები. და რომელსაც კაცობას შეუქებ, რომელსაც დაელაპარაკები კაცობაზე. აი ვის უნდა დაელაპარაკო კაცობაზე? ყობახიძეს, პაპუაშვილს, ზარქუას, კიდე ვინ არიანი? ლევან მაჭავარიანს. აი ყველა ლაშა ტალახაძეებს და გენო პეტრიაშვილებს, რომლებიც მიეპარნენ გახარიას პარტიის წევრ დეპუტატებს და მუშტები უტყეს. აი რომელ მათგანს ეთყობა ან შეგიმჩნევიათ კაცობა. ოღონდ რაღაცა მოიპარონ ვირთხებივით, აი ვირთხა როგორ არის. რომ გამოძრება სწორად რაღაცა მოიწაცოს, შაშიდოს კბილები და გაიქცეს. აი ეგანი არის. აი ეს არის მაგათი პოლიტიკაში ყოფილი საანი და ხოე. ჩვენ რო დაასრულოთ ეს. უნდა ვიბრძოლოთ არაკაცების წინააღმდეგ. ჩვენ ვიბრძოლოთ ბოლომდე ჩვენი სამშობლოს გათავისუფლებისათვის ამ არაკაცების, ანტიკაცების, ანტიქრისტიანების და ანტიქართველების რეჟიმისაგან, რომელიც პლუს ყველაფერ ამასთან ერთად რუსების მონებიც არიან და საქართველოს მიახანებენ რუსულ ბოსელში. თუ არ გინდათ ჩვენი შვილები ამ ბოსელში აღმოჩნდნენ კარგი ხნის განმავლობაში, როგორც იყო იგივე საბჭოთა კავშირის დროს. გამოდით ქუჩაში სახლებიდან, კომფორტის ზონიდან გამოდით და ელემენტარულად 1 საათი მაინც დადეკით ქუჩაზე. და გააგებინეთ თეთრსოფლიოს და ამ ყრუ რეჟიმს, რომ საქართველოს ცოცხლობს და არ ნებდება. რომ თავისუფლებისათვის ბრძოლას არ აქვს ალტერნატივა. იხარეთ და იმრავლეთ. გაამრავლეთ ეს ვიდეო, გააზიარეთ და ბრძოლა ბოლომდე.